ქართული კინო და ქართული მწერლობა ერთმანეთს 2016 წელს დიდ ეკრანზე შეხვდება. კინოცენტრი, წიგნის გამომცემლობები და კულტურის სამინისტრო მათი ინიციატივით ქართულ თანამედროვე ლიტერატურულ ნაწარმოებებზე კინოს გადაიღებენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპიანია. თავდაპირველად გამომცემლებმა რეჟისორებს საუკეთესო ნაწარმოებების მოკლე შინაარსი წაუკითხეს. საუკეთესოს კინოსცენარად აქცევენ, შემდეგ უკვე კინოდ. შორენა კოპალეიშვილი მოგვიყვება. გამომცემელი სცენარისტებსა და პროდიუსერებს ნაწარმოების მოკლე შინაარსს უკითხავს, იმისთვის რომ კინო ქართული მწერლობით დააინტერესოს. ერთი ფილმი, რომელსაც არა კინოსცენარით, არამედ წიგნის მიხედვით დაწერილი სცენარით გადაიღებენ. კონკურსი ქართული წიგნის ცენტრმა, კინოცენტრმა და კულტურის სამინისტრომ ერთად დაგეგმეს. შეხვედრა კულტურის სამინისტროში 5 საათს გაგრძელდა. ძალიან უხარია, რომ ეს პროექტი ძალიან დიდ შედეგებს გვიჩვენებს. დღევანდელი შეხვედრაც ამის გათვალისწინება იყო. ირაკლი სამსონაძე, გელა ჩქვანავა, გურამ მებრელიშვილი, ნინო სათქოპელაშვილი და ივა ფესუაშვილი. თითოეული მათგანი არის თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში გამორჩეული ავტორი და ვფიქრობ დაინტერესდებიან. ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციის დასაფინანსებლად კონკურსი გამოცხადება, რომელიც რამდენიმე ეტაპს და 2 წელს მოიცავს. კინოსცენარად გადაქცეული ნაწარმოები ითარგმნება გერმანულ ენაზე და ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე გაიგზავნება. ის რაც ჩანხდა და რაც ჩვენ დავკარგეთ, იმიტომ რომ ქართული კინოს ყოველთვის ეყრდნობოდა ქართულ მწერლობას, აი ჩვენ გვინდა ამ ურთიერთობების ამ ნაკადის აღდგენა. დიდი ხანია ქართული მწერლების ნაწარმოებებზე დაყრდნობით არ გადაღებულა ფილმები და ამის გაცოცხლება ძალიან მომგებიანი იქნება. ნატრუსხე დათათუთაჩხია იამანამ რაქნა მაგდანას ლურჯად. ცნობილი ფილმები, რომლებიც კლასიკად ქცეული ნაწარმოებების მიხედვით გადაიღეს. ქართული კინემატოგრაფი არაერთ ასეთ ფილმს ინახავს. ამ ტრადიციის აღდგენას გამომცემლების და რეჟისორების მომავალ წარმატებად მიიჩნევენ. ჩვენთვის დიდი შანსია, რომ მოკლე დროში გავეცნოთ, ასე ვთქვათ, მიმოხილვას და ინსპირაცია ვიპოვოთ და იმედია, რომ ეკრანიზაციებიც განხორციელდება. ეს ჩვენ მოგცემს ძალიან კარგ შედეგებს დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ხარისხიან ლიტერატურასთან შეხება ძალიან ამარტივებს დრამატურგიული საფუძვლის გამართვას. კრიტერიუმები და თვითკრიტიკა უფრო მაღალი არის ამ შემთხვევაში. კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა. 21 საუკუნის ქართული მწერლობის და ქართული კინოს შეხვედრა ეკრანზე 2016 წელს მოხდება.